ვასილ ამაშუკელის მიერ გადაღებული ბაქოს ნავთობ ჭაბურღილების კადრების სავარაუდოდ მიკვლეული აზერბაიჯანის სახელმწიფო კინოფონდის დირექტორმა დღეს უნიკალური მასალა საქართველოს ეროვნულ არქივს გადასცა. სად აღმოაჩინეს კადრები, ამას ნათია გოგსაძე გვეტყვის. Დიახერწლიანი ძიების შემდეგ აზერბაიჯანში აღმოჩენილია კადრები, რომელიც სავარაუდოდ ვასილ ამაშუკელს ეკუთვნის. ეს უნიკალური მასალა აზერბაიჯანის კინოფონდის ხელმძღვანელმა ერთ-ერთ კერძო კოლექციონერთან აღმოაჩინა და მისი ასლი დღეს საქართველოს ეროვნულ არქივს გადასცა. როგორც ჯამილ გულიევი აცხადებს, მისი ინფორმაციით იმ წლებში, როდესაც ვასილ ამაშუკელი იღებდა კინოფილმებს და სიუჟეტებს აზერბაიჯანში, სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ჭაბურღილები, რომელზეც ის თვითონაც წერდა მოგვიანებით მოგონებებზე, თავის მოგონებებში სწორედ აი ამ კადრებზე იყოს აღბეჭდილი. აქედან გამომდინარე გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს კადრები სწორედ მას ეკუთვნის. ჯამილ გულიევს სულ ცოტა ხნის წინ მართა საქართველოს ეროვნულმა არქივმა, ამის შემდეგ დაიწყო ძიება და ეს კადრები უკვე აღმოჩენილია. თუ კი მართლაც დადასტურდება, რომ ეს უნიკალური კინომასალა ვასილ ამაშუკელის გადაღებული, ამან შეიძლება ერთგვარად შეცვალოს კიდეც ქართული კინოს ისტორიოგრაფია, ვინაიდან ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი, რომელიც აქამდე დაცულია ჩვენ საცავებში, ეს არის 1912 წლით დათარიღებული და ის არის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში. მე შეგახსენებთ, რომ ეს კადრებიც, ეს არაჩვეულებრივი დოკუმენტური მასალა სწორედ ვასილ ამაშუკელის გადაღებულია. ქართულ მხარესთან ჩვენ უკვე გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს უნიკალური მასალების მოკვლევაში ვეხმარებით. მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელობამ ვასილ ამაშუკელის კადრები მოგთხოვა, ჩვენ ძიება აქტიურად დავიწყეთ. ეს მასალა ერთ-ერთი კერძო კოლექციონერის ოჯახში შემთხვევით მოვიპოვეთ და კოპიო თბილისში ჩამოვიტანეთ. ჩვენ მოვიძიეთ ისე მემუარები, რომელშიც იგი აღწერს 1906 წლიდან როგორც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბაქოში, როგორ იღებდა პირველ ჭაბურღილებს ბაქოს ხედებს. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო მის შემოქმედებაში. გამოგვეხმაურნენ კარგ ახსნისძებნის შემდეგ ჩვენი კოლეგები და მოგვაწოდეთ ის კადრები, რომელიც სავარაუდოდ შესაძლებელი არის სწორედ ვასილ ამაშუკელის გადაღებული იყოს. ეს მასალა ამ ეტაპზე არის ელექტრონული ვერსია, ციფრული მასალა, ხოლო რაც შეეხება ორიგინალს, ის ამ დრომდე არ არის მიკვლეული, თუმცა აზერბაიჯანში მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია სწორედ ბაქოში ინახებოდეს ეს უნიკალური კადრები და არ არის გამორიცხული ამ მასალას სწორედ აზერბაიჯანში მიაკვლევენ და ამ კინოფილმის ნახვის შემდეგ უკვე ჩატარდება რეალური ექსპერტიზა და ამის შემდეგ უკვე დანამდვილებით გახდება ცნობილი, არის თუ არა ეს მასალა ნამდვილად ვასილ ამაშუკელის მიერ გადაღებული კინოკადრები და უნდა ინახებოდეს თუ არა ის ეროვნულ საგანძურში. ეს ნათია გოგსაძე იყო. ახალი საბანკო